რაღაცა ჩვენს ქვეყანაში არსებობს ორი პრაქტიკა სამსახურიდან გაშვებისგან ჩამოქვეითების. ერთი არის რომ განცხადებას წერო ძალიან ცუდად ხარ, ავად ხარ და არა ის თუ ვინმე შენი რამე არ მოეწონა, არამედ დიდერად ფიზიკურად შეუძლოთ ხარ რომ უნდა წახვიდე და ესეც წასულ ადამიანებს მე ხშირად ციხეში ვნახულობთ ხოლმე 1-2 თვის მერე რომ კორუფციაში ბრალდებიდან ნიშნავს რომ ეს იქამდე გააგდეს. ხაცის წასვლა გავს მაგას თიკარუხაძის წასვლა. არ ვიცი ამდენად ხამას დაიჭერენ და დააკავებენ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არავის არაზრს მიამჯერა რომ ჩვენი მინისტრები იქ რაღაცა ემართებოდ. ვირუსი ეყრება ყველას, როცა იქ რაღაც თანამდებობები აქვს და მე რომ არა ავამტყოფობა წლობით იქ იქნებოდნენ. მე მაგის ხაზე არ მჯერ, ეს არის მიღებული პრაქტიკა, რომ ჟურნალისტების კითხვა რომ აიცილა, მაშინ უნდა თქვა რომ ცუდად ხარ და მეორე პრაქტიკა არის ესე, როცა რაღაც უცნაური, როცა სამინისტროები იქნება, ან რაღაცა სხვა სამსახური, თქვენ კი არ იფიქროთ რომ ის გაუშვით, არამედ რაღაცა სხვაგან გადავიყვანეთ და ალბათ ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, სადაც ადამიანებისთვის იქნება ესე რაღაც სამინისტროები და არა თუ ის რომ ადამიანის შეარჩო რამე სამინისტროს ის იმდენად მნიშვნელოვანი სამინისტროა რომ თავის თავად ღირებულება აქვს და შემდეგ მე მისთვის ვარჩიეთ ადამიანებს. არამედ ჯერ ადამიანები რომელსაც თქვი რომ იმდენად მნიშვნელოვანია თქვა რომ უბრალოდ ესე გავაგდოთ არ მოსულა და მოდი რაღაცა შევუქმნათ. ეს არის. ან რაღაცა უბრალოდ სპიკერი არის, უბრალოდ სპიკერისთვის რაღაცა დეპუტატობის ისახა მანდატი აღარ არის და რამე თანამდებობა რო ქონდეს ესეთი რაღაცა მინისტრობას უგონებენ. ჯამში რაღაც არაბუნებრივი რო ხდება ფაქტია, ჯამში რომ სუსის უფრო და დიდი თანამდებობა არ არსებობს და იქიდან წამოსვლა რამენაირად დაწინაურებად იყოს მიჩნეული ჩემთვის ცოტა უცნაური, იმიტომ რომ ეს არის საქართველოს პირველში ყველაზე დიდი თანამდებობა, სადაც შენ აკონტროლებ თითქმის ყველას და ყველაფერს პრემიერის შემდგომ და აქედან გამომდინარე რთულია ახლა ის რაღაცნაირად შერაცხო რამე დაწინაურებად და ის ხა რატო დააქვეითეს 1000 ჭორი არსებობს 1000 რაღაცა მაგაზე რო ვისაუბრო კაფე ესეთი ხედვა მე პოლიცია მე არ მოხდა რატო მოხდა ის მაგრამ ხა სიტუაცია რომ აირია და მისთვის კომფორტული არ იყოს ჩემეც ეგ ფაქტია ხარ მგონია რაღაცა რეგიონალური კომფორტული ბიზნესთვის თუ მამუკასთვის ну ხა ორივესთვის, მაგრამ მამუკასთვის განსაკუთრებით ხა ბიძინა ივანიშვილი პირველი კაცია და ხა მამუკაბინაზე პირველი კაცი არ არის. შიდა ბრძოლების ნაწილში რა როგორ მთავრდება ვიცით და ეს ალბათ ყველაზე კარგი გამოსავალია, იმიტომ რომ ყოფილი სუსუფრესი ხა ციხეში ვიცით და ყოფილი თანამდებობების პირები და რა მოხდა, რა შემაკატავ გარბაით გადაერბინა რთული საკითხია, მაგრამ ის რომ ქართული პოლიტიკა ამ სიმახინჯეებით არსებობს როცა ქვეყანაში არსებობს ერთი მთავარი მმართველი და მის ქვეშ რა როდის მოხდება თვითონაც არ შეუძლიათ ამის პროგნოზირება, ეს მათ შორის საკუთარ მათ პოლიტიკასაც კი ავლენს. არ შეუძლიათ ზეგიდელ დღეზე რაიმე წარმოადგენა არსებობს. რაიმე კაფე ხედვა არსებობს, როცა შენით რომ ზეგიდელ დღეში შენი არსებობა ეწვის ხიძე არის რა. ან იქნები, ან არ იქნები, ან ციხეში იქნები, ან გეტყვა რომ დაწერო რომ ცუდად გახდი, ან რაღაცა სამინისტროს შექმნა, ეგ ყველაზე კარგ ვარიანტში. და რაღაცა აი სახელფასიან შობულებას გავს. შეგეც სამინისტრო შექმნა არის რა, ჩოლებით თანამშრომლობით კი არა, აი გიშებს რომ ჯობია. ხო, რაღაცა ხელფასი რო ქჩება, ეგეთი არის და ეხა იმის იქით ახან არაფორმალური მმართველობა არსებობს, არაფორმალურ მმართველთან რა ტიპის ურთიერთობები არის, თანამდებობა გჭირდება თუ არა, თუ უბრალოდ რავი შეიძლება რავი რაღაცნაირად არ ვიცი ხო წინის პრეზიდენტი მარგველაშვილის არაფერის არ იყო და უცბად მოწონდა ამ კაცს და პრეზიდენტად დანიშნა ერთ დღეში ხო და შეიძლება რა უბრალოდ მას მოწონდე და უბრალოდ წერალი იყო და ხატვარი იყო და მასთან სიახლოვეს იყო ეგ უფრო დიდ ძალაუფლებას გაძლევდეს ვიდრე რაიმე ტიპის თანამდებობად. რა ხან ეგ სიტუაცია არის არეული მე მათი პირადი ურთიერთობები ვიცოდე მაგ ინფორმაცია მე არ მაქვს იქნება უბრალოდ ჭორაობა და ჭორაობით არ მინდა ვიჭორო. ცოტნე ასევე მინდა გითხო დღეს შეიქმნა კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი რომელიც სამჯერად ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც ეხება ეკლესიას, სიწმინდეს, ისტორიულ გმირებს, ეროვნულ ფასეულობებს და ასე შემდეგ და ამ ჯგუფში არიან მსახიობი გიორგი შაინძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია. მაქამდე ჩვენ ნახეთ MMA-ის მებრძოლის მიერ დაანონსებული რაღაცა მსგავსი ჯგუფის შექმნა. ზოგადად რა ტენდენციაა, როგორ ფიქრობ და ასევე ჩვენ ნახეთ, რომ აი ქართველიშვილის მიერ დაანონსებულ მოძრაობას კრიტიკა მოხდა იგივე ჯაღმაიძეს მხრიდან საპატრიარქოს სახელით, ნინო ნადირაძის მხრიდან, რომელიც ვიცით ჩვენ რა ურთიერთობაშია ქართულ ოცნებასთან, მაგრამ ძალიან გააკრიტიკა. ნახეთ ამერიკის საელჩოს განცხადებაც. როგორ ფიქრობთ, ანუ ვერ გათვალეს, რომ ესეთი რეაქციები შესაძლოა მათ შორის მათ მხარდამჭერებსა და გულშემატკივრებში ყოფილიყო და აი ზოგადად რაში სჭირდება ხელისუფლებას არ ვიცი ალბათ ეჭვიც არ გეპარება რომ ამ ჯგუფების უკან სწორედ ხელისუფლება დგას შექმნას ესეთი
ჯგუფები, როდესაც, არ ვიცი, ისედაც ყველანაირი ბერკეტი აქვს, რომ თუ რამე არ მოეწონება, არ ვიცი, დაგსაჯოს, ციხეში გაგიშვას, ფიზიკურად გაგისწორდეს, თუ ასე შემდეგ. ხელისუფლებას უნდა წარმოადგინოს, რომ ეს არ არის რაღაცა მოქალაქეებსა და ხელისუფლებას შორის რაღაცა დაპირისპირება, რაც არსებობს. ეს არის საზოგადოებაში თვითონ შიგნით დაპირისპირება, სადაც აქეთ ამ ხარესთან მიმართებაში პრობლემები უკვე აქვს საზოგადოების სხვა წევრებს და ამიტომ მაცილებს, რომ მაქსიმალურად ესეთი ჯგუფების სახელებით გამოდიოდეს ის ინიციატივა, რაც თვითონ ექნებოდათ, იმიტომ რომ თვითონ თვლიან, რომ უკანასო პერიოდში რაშიც ყველაზე მეტად ამარცხდნენ და რაც ვერ აღმოფხვრეს, ეს არის რომ რაღაცა საზოგადოებაში ეს ქოცობა არ არის დიდად მოწონებადი, არ არის კარგი საქციელი, არ არის სწორი და ის რომ აეროპორტში ხვდებოდნენ მათ, რაღაც კაფეებში, ბარებში მაწევდნენ და ზოგადად ესე რომ ჩანდა, რომ საზოგადოებისთვის ქართული ოცნება არ არის მისაღები და ეს პერსონები ეს უნდათ გადატეხონ იმით, რომ საზოგადოებაში მათ ყავთ ხარდაჭერები, არახელოდ მათ იდეაზე და მათ ღირებულებებს, რაც არსებობს და ისინი არ არიან მხოლოდ პარტია, არამედ რაღაც ღირებულებებზე არიან დაშენებული, ეს ფსევდო კონსერვატიზმი, რომელიც გამოხატვაც უნდათ ეხლა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებით და ერთ-ერთი იყო ხა ეგ ძალის ამბავი უბრალოდ ის არის, რომ რაც არ უნდა იყოს საქართველოში ძალის გამოყენება არ არის გამართლებული, განსაკუთრებით ესე, როცა არა ის თუ ვიღაცამ ძალა იხმარა და ეს თუ ხელისუფლებამ არ იცოდა, არამედ ის რომ ესე ორგანიზირებულად თვალით რომ ხედავდეთ და ვიღაცა ესე იკვეხნიდეს თქვენი ხარ დაგერევით და გცემთო ეს ჩვენს ქვეყანაში არ არის მიღებული და ეს ქართველების ხარდაჭერებშიც გამოიხატა. იმიტომ რომ აქამდე მაცამნაძალადობა ხდებოდა, მაინც ის იყო, რომ იცით ეხა გამოძიება დაიწყება, პოლიცია იპოვის ვინ იყო, თავის ის მაინც ხდებოდა მოსულელება, რომ ვითომ ვერ ხვდებოდით ვინ ძალადობს, ჩვენ არ ვიცით, ალბათ გაბრაზებული ხალხია, გამოვიძიოთ და მაგიდან კიდე ერთი ნაბიჯით წინ ცადეს გადადგა ნაბიჯი, რომ თუ ამ ჩვენ ქვეყანაში დაანონსებ ეგეთი ტიპის ძალადობა, სამდენად კომიკური გახდება, ან არ გახდებოდა. ძალიან კომიკური გახდა თვითონ ეგ აქტი და კომიკურობის მიღმა მათივე ამორჩევლებშიც ალბათ ეს კომიკურობა რო ბიზნესი უფრო მაგიტომ მე მგონია და არა ის რომ თავისთავად დიდად მორალს შეეხო. იმდენად სასაცილო გახდა მე თვითონ ეს ადამიანი ამბობს რომ აქედამა ბულინგესო, ესეთი დაანონსებული ბრიფინგით რაღაც გავს ტიპის ორგანიზაციას ვაკეთებთ, რომ აქედან გამომდინარე ეს ხაზი ჩემი აზრით წარმატებულია ვერ იყო და ხა მეორე ხაზი მეტად უფრო რაღაც თვითონ კვაზი იდეოლოგიური ხაზი შემოეხლა ამით რომ ეკლესიების სიწმინდების დაცვა და ასე შემდგომ რა ნაწილშიც ეგეთ ხელისუფლების ეგეთი ხაზია, რომ უნდა გამოკვეთეს, რომ მათ არსებობას გზურს უმაგრებს რაღაცა ტიპის იდეა და ეს რაღაცა ტიპის იდეა არის მათ მიერ შექმნილი ეს რაღაცა ფსევდო კონსერვატორობა, რომელიც იკვებება ამ პოპულისტური იდეებით, ჩაატარებენ კვლევას და კვლევის მიხედვით დაახლოებით უხდებიან რა მოხდეს ისეთ საკითხს, რაც ახლა ქართულს მოწირო წამოწიოს სწორია, რაღაცა შეება კანონი შემოიტანოს, რომელსაც ირიბის შემხობლობა სათაურის მიხვდები რომ ამ საკითხთან აქვს და მოქალაქეებმა თავი ბიზნეს დაკმაყოფილებულად. არა ისე რომ შინაარსობრივად იქ რამე მოხდება. იმის იქით სახელმწიფოს და ეკლესიას შორის არის გაფორმებული კონკორდატი, საკონსტიტუციო შეთანხმება. ამ კონკორდატი ისაც ხდება რომ მილიონებს უხდიან ამ ინსტიტუციას, ამ კონკორდატი ისაც ხდება რომ მიწებს ჩუქნიან, ისაც ხდება რომ საგადასახადო შეღავათები აქვს. ამის მიღმა თლიანი სუსით არის გაკონტროლებული მოცემული ინსტიტუცია. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს და თუ ვინმეს რამე უნდა ჩვენს ქვეყანაში ეკლესია იყოს მეტად თავისუფალი და უკეთეს მდგომარეობაში, პირველ რიგში ამ უნდა შეაწუხოს და ის მაინც სუსის ისენა იყო ჩანაწერი, რომ იქ ნახონ ადამიანების ცხოვრების რა ეტაპში აფათურებს ხელისუფლება, ხელებს, იქ შეწუხებული იყო, იქ რა ხდება, რამხელა ბიზნესი გადაკატებები მიდის, ფული შოვნა მიდის. ეს არის რაღაცნაირი ბიზნეს, ასე კასტა, ელიტა, რომელიც დიდი ხანია არსებობს, რომელიც ერთად თანამშრომლობით სახელმწიფო და ეკლესია ხალხის ხარჯზე აკეთებს ფულს და ფულთან ერთად ეს რესურსები და მიწებს და ტყეებს რო საუბრობთ, ეგ მარტივი ამბავი არ არის. იმ ტყეს მე იყენებენ თვითონ აქვს მე არაფორმალური მოლაპარაკებები სხვადასხვა ბიზნესთან, ესე ცხოვრობს ეს ხალხი. და თუ ვინმეს უნდა რომ გაიწმინდოს ეს და მეტი სუსუფთავო იყოს, პირველ რიგში ეგ უნდა გაიმიჯნოს, თორე იმის იქით რახან ეს პოპულისტური თემა არის, რახან ოპოზიციონერსაც კი ერიდება ამ საკითხებზე საუბარი, რა თუ სახელმწიფო წარმომადგენელს ან მათ ჯგუფებს ყველას ერიდება, ეკლესიას საუბარი ყველა იპრანჭება და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვერ მიჯნავთ რომ ამ ქვეყანაში რამხელა ძალა არის თვითონ ეს საპატრიარქო, თვითონ ინსტიტუცია, არა ეკლესია თავისი კონკრეტული მოძღვრები და ღლებით, არამედ აი ეს ინსტიტუცია, სადაც ერთმანეთი ყავთ კომპრომატები არსებობს ერთმანეთთან, ხელით უჭერია ეს ხელისუფლებას და ამ ხალხს ფულის გარდა, ძალაუფლების გარდა არაფერი არ აინტერესებს. იარაღით მოლაპარაკებები რო არსებობს, ეგეთი კადრები გახდა. იარაღით მოლაპარაკებები, ეგეთი ძალაუფლებები რო არსებობს, ის ჯიპები რო არსებობს, ის ესკორტები რო არსებობს, ეგ ყველას უნდა ვინ შიგნით არის. მერე შენ ეს თანამდებობასავი დაიკავ, ეს ხო სასულიერო თანამდებობას აღარ იჭერს, ეს საერო თანამდებობას ნიშნავს, იმიტომ რომ შენ საერო ბენეფიტები გრჩება, საერო ფული არის, საერო მილიონებია, ის მიწა ძალიან საეროა, ის
პრადოს ჯიპით საერთოდ გამოიყურება და ნაკლებად სულიერად და სვეტიცხოველში შეკრება რა ვთქვამენ და რო გადახედავ ავტოშოუ რო გეგონება და რაღაცნაირად მონაკოსის რო გეგონება პრინცის ეზო ეგ რატო ხდება ხო და მაგ ეგ ხელისუფლება მიცის ხო და რატო უშვებს მაგას რატო ადენინებს მაგ ძალადობებს მაგ დანაშაულებს იმიტომ რომ როცა მე დაჭირდებათ მათ ხელში ექნებათ და მე ერთად მუშაობენ ხოლმე მაშინ ხშირად წინა საარჩევნო ამიტომ თუ ვინმეს გული შეტკივა რეალურად ეკლესიაზე სახელმწიფოსა და ეკლესიის ეს მავნე ურთიერთობა ზე უნდა იფიქროს და ეს უნდა დასრულდეს იმისიკით არის ყველაფერი მოგონილი და ზღაპარი ამ ქვეყანაში მართლა ხა გერაძე როა ხოლმე საუბარი ქართულ ოცნების ამორჩეულს ნაკლებად ამოუღია ხმა თუ ის უფრო მეტად ადარდეს ვიდრე საკუთარი პარტია მაგრამ მასთან კრიტიკას ურჩევი ამაზე დახუჭოს თვალები მოკლედ ეს ყველაფერი არის მოგონილი ფსევდო რაც ყოველთვის დიდ ყვილებში ცხოვრობთ ისიც გაცდამ აქვს რომ ამის ახსნაც არ ყველა მიცის თან ეს სიმართლეები რამე სიახლეს ლაპარაკობ არ არის ყველა მიცის უბრალოდ ცხოვრობთ ისე რომ გვაწყობს ვიღაცებს ეს სხვადასხვა ტყუილები და ამ ტყუილებში ვართ სიმართლესაც ზოგჯერ რაღაცაზე ვიტყვით ხო მაინც და მაინც იმ სიმართლეს რომელიც ჩვენ გვაწყობს მაგრამ სხვა ყველაფერში ესე ცხოვრობთ საზოგადოება და ყველაზე დიდი ცოდვა მათ შორის ეგ ამორალურობა და ეგ ტყუილია რაც ჩვენთვის არის თან დაყოლილი და ფარისევლობიდან ვერ გამოვედით ეგ არის თავარი პრობლემა სადაც აი ფარისევლობაა როცა ღირებულებებზე გელაპარაკებიან ადამიანები რომლებიც ამ ღირებულებებს არ ღვევენ რაღაცა არ ვიცი ამაზე უნდა დავფიქრეთ გვინდა თუ არა საერთოდ ესეთი ქვეყნის შენება ამ ფარისევლობის ავსო და ტყუილით მადლობა ძალიან დიდი მადლობა მადლობა ცოტნე კობერიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი ჩვენი ეთერი